მოგესალმებით მეგობრებო. დღეს კამილას გავუწდა ერთი გაკვეთილი და მე ვარ სკოლაში. 4 გრადუსია და ისეთი ქარი, ცივი ქარია და ისეთი რაღაცნაირია, რომ პირდაპირ ძულებში გადის ისეთი ცივი ქარია. თქოს წეღამზე იყო გამოვიხედე და გამოვედი ახლა კი სიცივეა. რაღაცნაირად ძალიან ცივა. სამთარი წავიდა, მაგრამ სამთარივე ცივა. აი ეს მარტია რაც არის. ჯერ კიდევ ცოტას გადავლახოთ და დაგვიდგება გაზაფხული. აბა თქვენ როგორ ახართ, რა შვებით? აი ოდნა სადღაც წამებით ანათებს მზე. ეხლა გამოვიქცევით რაღაცებს ვიყიდით და პატარა სადილი გავუკეთო ბავშვებს. მე მილენას 2 გაკვეთილი აქვს და მანამდე სანამ ის მოვაკი მოვასწრებს სადილს. ჩეთინო მაწვნის სუპს აკეთებს, ბავშვებს პრინციპში არ უყვართ მაწვნის სუპი. არც მე არ მიყვარს, სიმართლე რომ გითხრათ. არ ვიცი მილენა შეჭამს თუ არა, როდისღაც ბავშვობაში ჭამდა ბაღში რო დადიოდა. ახლა არ ვიცი მოეწონება თუ არა. ვიც კიდე რაღაცას გავამზადებ და მოკლედ ეგრე და მე კიდე იწყება არდადეგები ბავშვებს ისე უხარიათ. რომ რა ვიცი ერთი სული აქვს სალომე და თემუკასთან როდის მივლენ. ერთი სული აქვს პირდაპირ. ვინ მოდისო? ამომიტანე ყოჩაღ დედასი ოქრო. მალაძიც. ძემი ყოჩაღი. ფეხუცი როგორ აგაკაბა? აქტივა ცოტა. ყოჩაღი, კალი მოფულე დიდი ყოჩაღ. ვიყიდეს ყველაფერი და ხზე დამავიწყდა. გონი უფრო იაფიჩიყო. ძემი ყოჩაღი. მაგარი გოგო ხარდი. გონი უფრო იაფიჩი. არა უშავს დედა. კარგი გოგო ხარ. ეხლა მაკარონს და ნაგეცებს გაგიკეთებ. თუ გინდა მანამდე გუშინდელი თევზი და ისჭამე კარტოშკა არის კიდე. რა? ნაგეცები დავეპო. ჰა? მარტო ნაგეცები და. ნაგეცები? გაგიკეთებ ეხლა და გავმეცე. ნახვალე. რაღაცა ყელი მიხცინებს თუ ჩემი ოქლო, გაიხადე დედიკო გამოწვი. ой, მე მგონი უკვე ალერგია დამეწყო. მოკლედ. კაი დედიკო, სანამ გაკეთდება, მანამდე მოგინდება. გავიყიდეთ მაღაზიაში, ნაგეცები ვიყიდე 1 კილო ხატის და ეხლა უკვე უნდა ნელ-ნელა დავადგა. თორე მე როდის იქნება, თამილენაც ახლა მოვა და ეშიება. თეთრ მაწვნის სული უკვე დაამზადა. მე პირადად არ მიყვარს ძალიან ესე სკეპტიკურად უყურებ რძის ნაწარმს საერთოდ. შემდეგ ნაგეცებისად დავადგა ეხლა. ისეთი არაკომფორტული ქურა არის, ერთი ტაფა რო დავადგა, მეორესთვის უკვე ადგილი აღარ არის ხოლმე. ეხლა რა უნდა ვქნეს, დიდი ტაფა უნდა მოვიღო მაინც. ანუ ერთ რაღაცას რო ვაკეთებ, მეორე რაღაცისთვის უკვე ადგილი აღარ არის ხოლმე. უკვე მიქსარით ვიყიდე გუშინ. მაგრამ ჯერ არ დამილევია, ეხლა დღეს შევხედავ და თუ უკვე ვიგრძენი რომ დამეწყო, ესე იგი უნდა დავლიო უკვე. მიქსარი ძირითადად მშველის ხოლმე, შარშა მშველი და ეხლა არ ვიცი ჯერ არ დამისიმწია. ნახოთ აბა
ისევიც შევხედოთ. Так. კილონახევარი ყველი ვიყიდე ხილბოსტანში. რძე დავავიწყდა და კამილა გაიქცა და ამოიტანა. პრინციპში ჯერ მქონდა, მაგრამ ბავშვებმა მთხოვეს ვაფლები გაგვიკეთეო, ველური ვაფლები, ცოტა ფუმფულა ვაფლები როა და მაგიტომ მოვატანე პრინციპში. არ ვიცი. ნახოთ აბა. ცოტა ზემოთ შევინახავ საყინულეში, მაინც. ერთი პური დაუჭრილი, ერთი პური დაჭრილი. ესეთი სპაგეტი ლიბრეში ავიღე. მიყვარს ეს ძალიან. ეს შებოლილი ყველიც ბავშვებს უყვართ. ცეცხლზე დავდგავ ნაგეტსებს. ჯობია უკვე ჩავყრი. იმ დღეს ფიზკულტურაზე კაბინეტს თუ გადავწიალდა. გავიდა ალბათ ერთი კვირა, შეიძლება ცოტა მეტიც. დღემდე იტყიებს. წინასეც გავაცდინეთ ცეკვა და ეხლა არ ვიცი, არ მინდა ამდენი გაცდენა. რაღაც არ მომწონს. აპარებს ხოლმე მე მგონი ცოტა და ცოტა ფრთხილად უნდა ვიყო სხვა დროს. იმ დღეს შემოვედი და ცოტა გაზისუნი იდგა. არა ჟანი ვიყიდე, ეს გვიყვარს. რა მომივიდა? მოკლედ ნუს ავიღე ორნავიჩში 9 ლარი ღირდა ამხელა და ამის შემდეგი დიდი რო არის, ის კიდე ლიბრეში 11 ლარი ღირდა მეგობრებო. დღეს ლიბრეში დიდი ნუსა 11 ლარია. ლობიო ავიღე, არის ავიღე, ჯერ არ მიჭირდება, მაგრამ ავიღე. მილენას უყვარს ხოლმე, მეც მიყვარს პრინციპში და რა ვიცი, გავაკეთებ ახლო მომავალში. წვენები აიღეს ბავშვებმა. ბუენო ავუღე ბავშვებს. 2 ცალი კრუასანი აიღეს შოკოლადის, რაღაცა აიღეს დღეს ვაფლებს ვაკეთებ და თან ისეთები აიღო, რომ აი დატკეპნილებია იმასავით, რა ვიცი, კრუასანი კი არა, პეჩენიას უფრო გავს. და კაბილამ თავისთვის რაღაცა ნაკლეიკები აიღო. არ ვიცი რა თუნდა. რაღაცა დღიურებივით რაღაცას ავსებენ მილენა და კამილა და მაგისთვის გვინდაო მითხრა. ასეთი ამბები. ახლა დავადოდები სანამ ადოვდება წყალი. ჩავყრი მაკარონს, ამასობაში მილენაც მოვა. რატო არ წაიღე მერე შენი თებში? აბა სადალიცემი მეოლე გოგო, მოდის. რატო არა გაქვს შეკრული? ესე მოდიოდი? ცივა გარე. როგორ არა ცივა? ახლა არ მოვედი. ლამის მთელი გაკვეთილი სპორტში ვიყავი. ეგრე არ შეიძლება ცივა გარეთ გრილა. ნორმალურად. როგორ აღალდი? კარგად ამარ. რვიანი მიიღეთ? შემოქრო ყოჩო. მალაჯეც.
ჩემს სიყვარულო. ზოგ ბავშვმა ცუდად მოიქცა სკოლაში. ზოგმა. ზოგმა ცუდად მოიქცა სკოლაში. და ამის გამო ქართულის მასწავლებელი თავიდან აწერინებს ტექსტს. მე რა დავაშავე? არაფერი. იგივეს გაწერინებს თუ სხვას? სხვას. ხო, მუსიკალური ინსტრუმენტი. ის 15 თეთრი არ მოკლდა მაინც მომცა. უი, 15 თეთრი მოკლდა მაინც. დე, ნუ წელავ ხო. ნუ წელავ. ალბათ იმიტომ რომ ყოველ დღე შევდივარ. დე, ნაგეცებიც გაგიკეთე და მაკარონის რომელში? ორივეს ერთად შეჭამ? არა, ნაგეცებს. მაკარონი. არა. ცოტა მერე? ზღვიგოს ისე. აბა, ზღვის გოჭისთვის გავაკეთე? ჩემო სიყვარულო, პრინციპში ისიც შეჭამ. მალედეც. ანუ შენ მაგასი დაგდი რომ ჩემ შვილიშვილებს არ ეწმე? ეგ ჩემი შვილიშვილია მერე, შენი შვილი როა გავიგეთ, მაგრამ ჩემი შვილიშვილი არ არის. არის. არ არის. არის. ზღვის გოჭი ჩემი შვილიშვილი არ არის, უკაცრავა. არის. აი მე დახატული შვილიშვილები მეყვარება, შენაირი დახატული. პასპორტს გავუკეთებ და გეტყვი რომ არის. და შენი როგორ დაწერო შენ ხარ მისი მშობელი? კი. და ანა ვაიმე. ანა ტორჩინოვა კიდე არის ბებო. ახ, შელა გითხალი ხალი შენა. აბა, ჩამოდი, ჩამოვარდება არ შეიძლება. მიდი ხელები დაიბანე, გამოიცვალე და უცებ გაჭმევ. ეს დაიწვა და გადმოვიღე. გამარჯობათ მეგობრებო. ჩვენ ეხლა უნდა გავაკეთოთ აი ესეთი ლამაზი ფრჩხილები. ნახეთ, უბრალია. თელთიზე არის ესენი. აი ესეთი. აი აქ უნდა ჩაყოთ მერე და ესე ჩაიცვა ესეთი ლამაზი ფრჩხილები. აი, მოდით და ვიწყოთ. ჩვენ დაგჭირდება ჩვეულებრივი A4 ფორმატის ფურცელი. თუ გინდა ცოტათი დიდი, მაგრამ ჯობია A4 აიღოთ. კამილას აქედან გადავუგებთ, იმიტომ რომ ესე უნდა გადმოვატრიალოთ. ხო. მერე კიდე. აი ესე ჩავკეცოთ. აი ესე სწორად მთლად რომ მიდიოდეს. ესე. მერე კი ესე გადმოვდოთ და აი ბოლოში ჩავკეცოთ. ისევ ესე გადმოვატრიალოთ და ავიღოთ აი ეს ნაწილი. აი აქამდე სადღაც. აი ესე უნდა ჩავკეცოთ. მერე კი ეს თუ ვერ მიხვდით როგორ აკეთებს, თავიდან გადაატრიალეთ და თავიდან ნახეთ. ან თუ ვერ ასწრებთ დაასტოპებთ. ანუ მერე აი ეს ჩავკეცოთ და უკვე ძალიან ცოტაღა დაგვჭა. ნახევარი უკვე გავიარეთ. მერე ალამი ავიღო. აი ესე შავკეცოთ კიდევ ერთხელ. მაგრამ ეს ახლა გავხსნათ. ახლა გაჩვენებთ განცდეთ. საგამდე უნდა მიდიოდეს. მე აქეთ გადმოწიე ცოტა. რა? აქეთ ხელი გადმოწიე ცოტა. არა, აქეთ გადმოწიე, რომ უფრო ჩანდეს, ხო? აი ესე მე გაუსმევ ხას რომ დაინახოთ საგამდე გვაქვს. ანუ მე ავიღოთ ეს და აი ესე შევატრიალოთ. მე კიდე ერთხელაც ესე და უკვე ერთი რაღაცა დაგვჭა. ეს ამოატრიალოთ აქეთ და ჩავყოთ აი ამაში. ეს უნდა ჩავყოთ აი ამაში. და ეს ყველაფერი როგორ დაიმახსოვრე ხარ გადამრიო? ორ წამში. ერთხელ ის ადრეც უყურებდი და ადრეც ვაკეთებდი. და ახლა თით უნდა ჩავყოთ აი ამაში და გამოგვიდა აი ესეთი ფრჩხილი. ვაიმე, და რისთვის არის ეგ ფრჩხილები დე? რა ვიცი, სილამაზი. ფრედი კრიუგერის თითები. სილამაზის რისი? ფრედი კრიუგერი. ერთი გადამრჩე.
აბა ბავშვებო მოგეწონათ კამილას ხელნაკეთი ფრჩხილები. კაია მოფხანა. მოფხარა კაი. კაი, მადლობა დე. მოიწონება ბავშვებს თუ არა დაგვიწერენ კომენტარებში, ხო? ბაი. შეგინდა საწოლზე როზი ხარ და გაკვეთილებს ვაკეთებ. ბუენო ჯობია ყველანაირ დუბაის შოკოლადს. ხო. ცალცალინასკი. აი ჯოები რო არის, აი მაგისი შოკოლადი უსხია შინი დედარაგიმილია თქვენ. აუ დეიცი რა მომივიდა დღეს. ორდაბიჩი ვიყიდე ნუსა 9 ლარი მივეცი და მე პატარა და მე შევედი მაშინ ლიბრეში და დიდი ნუსა 11 ლარი ღირდა. დიდი. მე ვაჩვენე. ორჯერ უფრო მეტი იყო შიგ. ვიჩული თითებზე 9-ზე გამრავლებას. აბა, როგორ უნდა? აბა გვაჩვენე როგორ უნდა? 9-19-4. ანუ 9-4. ხო, 9-4 თუ გვაქვს. ვიღებთ ჩვენს არელ თითებს, კეცავთ მე-4-ს და რა გამოდის? აი აქ 3, ესე იგი 20. ათეულებია ესე იგი ეს. ჩაკეცილამდე ვითვლით ათეულებს 1 2 3 და ჩაკეცილის მერე უკვე 1 2 3 4 5 6 გამოდის. ჩაკეცილის მერე ერთეულები. 36. ესე იგი 3 და 6 გამოვიდა პასუხი. ვაიმე დედა. ვინ წერს მუხლებზე დავალებას? დე. კამილა გინდა სულიერი იყოს, გინდა უსულო, მაინც კომპლიმენტს გაუკეთებს წინაზე ბალიშს და კომპლიმენტს. ბალიშს უკეთებდა კომპლიმენტს. და ბალიშს უკეთებდა კომპლიმენტს ხარ. მადლობა რომ ასე კარგად მაძინებ ჩემო საყვარელო, აი სწორად წერ. ჰა, მოიცადე დედა, 9-4-36. ესე აკეთებდა იცი. არა. როტუ. 19-4-36 რანაირად არის? 10-4 არის 40. უყურე. დედა, 19-4 9-4 არის 36, გასაგებია. 10-4 რამდენია? 40. 40 პლუს 36 უნდა დაწერო აქ. 40 პლუს 36. დი არასწორია. ყველა არასწორია? აბა რა დედა? 6-7. ანუ აქ ხო არ გიწერია მომისმინე. შენ იცი როგორ დაითვალე 16-7 კი არ დაითვალე 420. შენ დაითვალე 60-7. ანუ დაუშვათ აქ 60 იყოს და 7. შენ კიდე გიწერია 16-7. 6-7 ხო იქნება 42. მომისმინე და გასწავლო უცებ. მომისმინე. უყურე აქეთ. 6-7 ხო დაითვალე 42. თვალები გაახილე. დე მიყურე რა და გასწავლო. მიყურე. 6-7 ხო არის 42. აი, აქ რამდენი დარჩა? 6 ხო გაამრავლე 7-ზე. რამდენი დარჩა კიდე? 10 ხო დარჩა? 16-დან 6 გაამრავლე 7-ზე, ხო? 10 ხო დარჩა კიდე გასამრავლებელი. ეხლა 10 გაამრავლე 7-ზე რამდენია? 70. ეხლა 42-ს უნდა მიუმატო 70 და იქნება პასუხი. აი უყურე აქაც კიდე. აი უყურე. არ მიყურებ და რანაირად გაიგებ. უყურე. 9-4 ხო დაითვალე 36. ხო? აქ 19-დან 9 ხო აიღე? 19-დან 9 აიღე? რამდენი დარჩა? 10. 10-4 რამდენია? ჰა? 40 პლუს 36 უნდა დაწერო აქ. ვერ გაიგე? მიდი აი წაშალე და დაწერე. წაშალე და მიმატებით დაწერე თუ გინდა. აი, იქითა პრიმერჩიკიც წაშალე. რატო ბრაზობ? არასწორად დაწერე და კიდე შემბრაზობ. იცი რა არის? თუ სწორად წერა სისწავლის არ გაბრაზდები. მიდი შენც დაწერე შენც, მიდი ჩქარა. ალა. შენც მიხედე გაკვეთილებს. ეს რა გააკეთე მაჩვენე? არ ვიცი რა გავაკეთე, ჯერ არ მოვჭი კამილა გადამაგდება. ეს რაღაცა დემოგორგონის რაღაცა. ხო, 10 გავამრავლოთ 7-ზე პლუს 6 გავამრავლოთ 7-ზე. 10 გავამრავლოთ 7-ზე ხო იქნება 70 პლუს 42. ეხლა მიუმატე, ეხლა სწორია.
არა. 120 არა. საშლელი წაშალე. 112. რა დაწერე? რომელი გაყვეთილი? არა სწორია დედა ყურადღებით. ვიდეოს